აქ არ არის შეჯიბრი არავინ გადის ფინალში გამოიწერება შვიდჯერი ხუმრებს კვირაში გამარჯობა, ეს არის ბაჩუს არხი და გადაცემა 7 ხუმრობა. კვირაში ერთხელ დავდებ, ამიტომ შეიძლება სხვადასხვა დღეს ჩაწერილი ხუმრობა მოხდეს ერთ გადაცემაში. დღეს რახან პირველი გადაცემაა, ძალიან მოვინდომებ და ერთ ჩაწერაზე ჩავწერ. მეტიც, მხოლოდ ერთ თემაზე მექნება 7 ხუმრობა. ორი სირი გადაცემიდან ერთი სირი გადაცემა უნდა ამერჩია და მე ავარჩიე ვინ არის. მე დავიწყებ, თქვენ კი დამიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, რომელი იყო ის მეორე სირი გადაცემა და რატომ ჰაუსი. ამ გადაცემის ჟიურიში სხედან დიდი და ჭკვიანი ბავშვები. ბავშვები, იმიტომ რომ აინტერესებთ სათამაშო შიგნით რა არის. ისე წარმოიდგინეთ, ბავშვი რო სათამაშოს ტეხავს, ამ შემთხვევაში ხევს და შიგნით ხდება გია ბაღაშვილი. თქვენი აზრით რა სიტყვის ამ დროს ბავშვი? ჩემი აზრით არაფერს არ იტყვის, უფრო იყვირებს, რომ დიდობა უნდა. ექსტერნად გაიზრდება, მუშაობას დაიწყებს. მერე ხელფასი არ ეყოფა და საზღვარგარეთ წავა. ეს გადაცემა იწვევს მიგრაციას, მეგობრებო. ისე რა უცნაურია რა, ამ გადაცემის ჟიურიში ზის ირაკლი, მაშინ, როცა ხალხს რობოკოპები სცემენ შუა ქალაქში. ბუ ჰე. ამ გადაცემაში რომ დიდი კონკურენცია, ამას თვითონ მონაწილეების ჩამონათვალი მოწმობს. მინოტავრი, ბროწეული, მედუზა, სიმინდი. მე ძალიან მაინტერესებს ის დიზაინერი, ვინც ეს სიმინდი შეკერა. არა, ჯილდოს გადაცემა არ მინდა, უბრალოდ მინდა რომ ქათმები მოგხსოვო და ამ სიმინდს შეუსიო. ისე რომ იცოდეთ ამ სისულელის გამარჯვებულს ბინას ჩუქნია. მე თუ მკითხავთ, ეს მეგა შოუ ოქტომბერში, სექტემბერში ან რომელიმე შემოდგომის თვეში უნდა დასრულებულიყო. სიმინდს მოაგებინებდნენ და გამოვიდოდა რომ სიმინდი დააბინავეს. ჩემი აზრით ამ იდიოტურ გადაცემაზე 7 ხუმრობის დახარჯვა არ ღირს. მოდი სხვა რამეზე ვიხუმრებ. ჩვენმა სანაქებო პრეზიდენტმა მიშიკო ყაველაშვილმა 159 პატიმარი შეიწყალა. რა თქმა უნდა 159-ვეს ვულოცავ თავისუფლებას, თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერი. მალე თქვენთვისაც მოგვეროცოს ბატონო პრეზიდენტო. ქართველმა მომღერალმა ნინო ჩხეიძემ ბიზნესი დაიწყო. მან სუნამოების ახალი ხაზი გამოუშვა სახელწოდებით ნინო ჩხეიძე ნომერ 1. ნინო ჩხეიძე ხო? არა რა, გიждდება ეს გოგო ყურადღებაზე. ადრე თუ თვალით და ყურით ვცნობდით, ახლა უკვე ცხვირითაც არის შესაძლებელი ამოვიცნოთ. 100 მილიგრამი ღირს 500 ლარი. ბიზნესმენია რა ნინო, ნამდვილი ბიზნესმენი, ოღონდ ჟიუტი ბიზნესმენი. არ არის მოთხოვნა, მაგრამ მაინც არის მიწოდება. მეწარმე სუბიექტი საჯარო პოლიტიკური განცხადებისთვის დაჯარიმდება. ვახ, კიდე კაი საბედნიეროდ დაქცეული ვარ, თორე ამნიუსის მაგივრად ამნიუსზე მომიწევდა მე ხომ. მაგრამ დააბრუნეთ, მე ხო უფულო სუბიექტი ვარ და შემიძლია ამ სუბიექტებზე რამე ვთქვა. ეს სუბიექტი ნახეთ. თუ ხარ ბიზნესში, მიხედე ბიზნესს. თუ ხარ პოლიტიკაში, მიხედე პოლიტიკას. გენიალური სიტყვებია ძმაო. შენ პოეტი თუ ხარ, რა გინდა პოლიტიკაში? მიხედე პოეზიას. თუ ხარ გაჭირვებაში, იცხოვრე გაჭირვებაში. აი შემიცოდ. ოცნებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. თესეუშიც მითამაშია მანსანკანი და გპ-შიც, მაგრამ ასეთი ხუმრობა არც ერთგან არ მომისმენი. ახლა ძალიან სასაცილო გადაწყვეტილება. მაგრამ თუ დავაკვირდებით, დავაკვირდეთ კარგად სახელმწიფო და ტექნიკური. სახელმწიფოს მართავთ ტექნიკურად. ყველაფერზე გამოვეკიდებით რა. თუ შენ ამ გადაცემას უყურებ, მოგწონს და რომელიმე კომპანიის PR-ში მუშაობ, უთხარი შენებს 1-2 სიტყვა. გამიხარდება. სანამ დავამთავრებ, გეტყვით რომ მონტაჟს მე თვითონ ვაკეთებ და თუ ცოტა ხარვეზი იქნება, გავატაროთ. ახლახან დავიწყე. მადლობა ჩემ ძმას, ვინც მასწავლის მონტაჟს, ოღონდ ხამაღლა ვერ ვიტყვი მის სახელს, ინდმე წარმია და არ მინდა შარში გავხვიო კაცი. ან ქალი ცოტა ჩავხლართო. აბა ერთ კვირაში შევხვდებით.